ზუსტად რამდენიმე წუთში დღის ამბებში დავით უსუფაშვილის პირველი პირდაპირ ეთერი შედგება. თქვენ უყურებთ ინგა გრიგოლიას დღის ამბებს ორზე მოგესალმებით. რაც პარტიიდან წავიდა, მას პირდაპირ ეთერში აღარ უსაუბრია. მისი წასვლა მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ საკუთარი თანაპარტიელებისთვისაც. ყველა ვიცოდით, რომ არჩევნების წინ მას ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა უარი ეთქვა საკუთარ პარტიაზე და გარანტირებული ექნებოდა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში. მანამ შეთავაზებაზე მაშინ კატეგორიული უარი თქვა და განაცხადა, რომ არაპირებდა თანამდებობის მოპოვებას გუნდის ღალატის ხარჯზე. თავის დროზეც 2012-ში, როგორც ამბობდნენ, ბიძინა ივანიშვილმა მისგან მოითხოვა კოალიციაში ძმე ბერძენიშვილების გარეშე შეეყვანა რესპუბლიკური პარტია, მაშინაც ივანიშვილმა მისგან უარი მიიღო. სულ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას პოზიციათა შეუთავსებლობა ჰქონდა შიგნით პარტიაში, თუმცა ნებისმიერ დროს, როცა ამ შეკითხვას პირადად მე ვუსვამდი ხოლმე, მაგალითად ამ სტუდიაში, ყოველთვის მძაფრად რეაგირებდა და ამბობდა, რომ ეს უსაფუძვლო ინფორმაცია იყო. შაბათს უკვე თავადვე გამოვიდა საგანგებო ბრიფინგზე და განაცხადა, რომ მიიღო ადამიანურად მტკივნეული, მაგრამ პოლიტიკურად აუცილებელი გადაწყვეტილება რესპუბლიკური პარტიის დატოვების შესახებ. რა მოხდა რეალურად? ახლა აქ შედგება მისი პირველი პირდაპირ ეთერი, როგორც უკვე ვთქვით, პარტიიდან წასვლის შემდეგ და შევეცდებით მივიღოთ პასუხები ყველა შეკითხვაზე, რომელიც მისმა წასვლამ გააჩინა. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თავადვე შექმნიდა საჭიროების შემთხვევაში ქართული ოცნების ოპოზიციას და თავადვე დააფინანსებდა. ხომ არ იქნება ეს ის ახალი ოპოზიცია, საიდანაც ახალი პოლიტიკური ბრძოლა დაანონსა პარლამენტის თავმჯდომარემ. არის ვარაუდი, რომ ქართული პოლიტიკური ველის მოსუფთავების შემდეგ გიორგი მარგველაშვილის გარშემოც იგეგმება ახალი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა. ხომ არ იქნება ანიკ? მე ვიხსენებ კოალიციაში რესპუბლიკური პარტიის როლს, როგორი ახლო ურთიერთობა მქონდა უსუფაშვილთან. ძალიან ბევრს საუბრობდი. ყველაზე მე დროს ვხარჯავდი და ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ისინი საკუთარ გამოცდილებას, რაც მართლა აქვთ მათ, იურიდიული განათლება, გამოცდილებას და ასე შემდეგ შეიტანდნენ კოალიციაში და კოალიციასაც განავითარებდნენ. საუბედუროდ მოხდა საპირისპირო. მათ ვერ მოახერხეს კოალიციაში ამ თვისებების დანერგვა. უფრო მეტიც ისინი იყვნენ ცუდი პარტნიორები მთელი 4 წლის განმავლობაში და მე თვალყურს ვადევნებდი ძალიან დინჯად, ასე ვთქვათ, ძალიან ხშირად, ძალიან ბევრ თემებში, რაც იყო პრინციპული, ბევრი პროექტი პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, ისინი როგორც წესი ოპოზიციის როლში მოგვევლინებოდნენ. მე გავიხსენებ ერთ-ერთს და გავიხსენებ მათ ცოდნას, რასაც პატივს ვცემდი ადრე და გამოცდილებას. ეს ძალიან ხშირად უარყოფით ჩიჯდებოდა. ეს ყველაზე რბილი შეფასება იყო, რაც რესპუბლიკელების და კონკრეტულად დავით უსუფაშვილის მისამართით მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისგან. ყველაზე მძიმე იყო პატარა კაცი. რატომ წავიდა პარტიიდან და რატომ არა ადრე, თუ ასეთი პრინციპული შეუთავსებლობა არსებობდა პარტიის ლიდერებთან? სად ვეძებოთ ეშმაკები, რა დეტალებში? დავით უსუფაშვილი ჯერ კიდევ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეა, ჩვენი სტუდიის სტუმარი. სად მიდიხართ ბატონო დათო? პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგვეცით შანსი თქვენი პირველი პირდაპირ ეთერი შემდგარიყო აქ ამ პატარა ტელევიზიაში. მე მაინტერესებს ყველა შეკითხვაზე პასუხი, რაც შეიძლება არსებობდეს თქვენი წასვლის შემდეგ საზოგადოებაში. შესაბამისად სრული 1 საათი გვაქვს, ასე რომ ბევრ კითხვაზე ბევრი საინტერესო პასუხის მოლოდინი. რა სიტყვით პირველი რა მოხდა რეალურად? სულ შესავალშიც თქვი, არსებობდა ინფორმაცია, რომ ხდებოდა პოზიციათა შეუთავსებლობა, ხშირად იყო ასეთი ჭორიც კი ვრცელდებოდა, რომ იჩხუბეს ბერძენიშვილებმა და უსუფაშვილმა, რომ პოლიცაბჭოს ხდომა იყო ძალიან დაძაბული, მაგრამ ყოველთვის როცა თქვენ ამ კითხვებს გისვამდით, ამბობდით, რომ ეს იყო ჭორი. ახლაც კი დასტურებთ, რომ ეს არის ჭორი. მე 25 წელზე მეტია ვარ რესპუბლიკურ პარტიაში. ამ პარტიის აქტიური წევრი ვარ 2005 წლიდან და ამ ხნის განმავლობაში არასოდეს არ გვიჩხუბია მე და დათო ბერძენიშვილს, ანდრეა ბერძენიშვილს, არასოდეს ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობაში არ გადაგვილახავს ის ზღვარი, რაც არის ნორმალური დისკუსიის და დებატებისთვის ნორმალური ზღვარი და ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დასაფასებელი, ძალიან გასაფრთხილებელი და მე გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ამ თემებს და ამ საკითხებს ვფრთხილდებოდი და მინდა წინასწარ ქალბატონო ინგა მოგახსენოთ, რომ დღეს მე არ და ვერ გიპასუხებთ
ყველა იმ კითხვაზე, რომელიც შესაძლოა თქვენ გაქვთ, ანუ იმ თემებზე, იმ სიღრმეებზე, იმ ნიუანსებზე, რა ხდებოდა, რატომ ხდებოდა, როგორ ხდებოდა. მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი რესპუბლიკური პარტიის წევრი საქართველოსთვის ძალიან ძიმე და ძალიან მნიშვნელოვანი 25 წლის განმავლობაში და რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად, რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებლებთან, სხვა წევრებთან ერთად ვიყავი თანამონაწილე აქტიური საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების. მე ამითი ვიამაყებ სიცოცხლის ბოლომდე, იმიტომ რომ ძალიან ღრმად მჯერა, რომ ამ ხნის განმავლობაში თუ რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლო ღირსეულად ეტარებინა ის პასუხისგებლობა, ის ტვირთი, რაც პოლიტიკურ პარტიას აკისრია, შეძლო გამკლავებოდა ძალიან ბევრ ქარტეხილს ამ ქვეყანაში, შეძლო ყოფილიყო თავისი პრინციპების, ღირებულებების ერთგული, ეს იყო რესპუბლიკური პარტია და მე მინდა ვისურვო, რომ ეს პარტია გააგრძელებს საქმიანობას და დარჩება ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ ფუნდამენტად და მე არ ვაჭარბებ ამას, იმიტომ რომ ქვეყანას სახელმწიფოს ჭირდება გარკვეული საფუძვლები, მათ შორის პოლიტიკურ სისტემაში და მე მინდა ვისურვო, რომ ეს ასე იქნება. ჩემი გადაწყვეტილებაც იმის თაობაზე, რომ დამეტოვებინა რესპუბლიკური პარტია, ერთი მხრივ განპირობებული იყო იმითი, თუ როგორ ხედავ იმას, თუ რა ჭირდება ქვეყანას უახლოეს ხანებში და უახლოეს წლებში პოლიტიკურ სივრცეში, პოლიტიკურ სისტემაში, ერთი მხრივ და მეორე მხრივ პარტიის იმის გარკვეულწილად საშუალების მიცემა, რომ გააგრძელოს თავისი საქმიანობა, როგორც მას წარმოუდგენია. შემაფერხებელი ფაქტორი მე როგორც გითხარით, არავითარ შემთხვევაში, არც თქვენს ეთერში და გვირდებით რომ არც სხვა ეთერებში, ანუ თქვენთან არ მაქვს რაიმე პრობლემა. არც დღეს, არც ხვალ და არც ზეგ. არ და ვერ ვისაუბრებ იმ ნიუანსებზე და დეტალებზე, რომელიც არის შიდა პარტიული ცხოვრების ნიუანსები და დეტალები. ძალიან არასასიამოვნო იქნებოდა ნებისმიერი ადამიანისთვის შიდა გუნდური ამბების მოსმენა, მაგრამ მე ვიფიქრე ამაზე, მე მესმის რომ არის ინტერესი, საზოგადოებას აინტერესებს ალბათ თავისი პარტიის ყველა წევრი შეიძლება ისე ღრმად არ იყოს ჩახედული ამ ამბებში. ამიტომ მე თავს უფლებას ვაძლევ მხოლოდ იმის თაობაზე, რომ გაგაცნოთ რესპუბლიკური პარტიის სამდივნოსადმი, ჩემს მიერ დაახლოებით 1 კვირის წინ მიწერილი წერილის ერთი აბზაცი, რომელშიც ჩემი მხრიდან ყველა ამ კითხვაზე ის პასუხია გაცემული, რომლის იქეთ მე ვერ გავალ და ვერ წავალ. ანუ ეს გაუგზავნეთ რესპუბლიკური პარტიის სამდივნოს იქამდე, ვიდრე განცხადებას გააკეთებდით? განცხადება სამდივნოს მე გაუგზავნე გასული კვირის 4 შაბათს. ტელევიზიებთან, ანუ მედიასთან გამოსვლა მომიწია შაბათს, ანუ 3-4 დღის შემდეგ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მედია სივრცე, ასე ვთქვათ, გაჯერდა ამ თემაზე კითხვებით. მანამდე მე მივწერე წერილი პარტიის თავმჯდომარეს და სამდივნოში არის 7-8 ლიდერი, გარდა თავმჯდომარისა. და სწორედ იმიტომ, რომ მე მინდოდა და ახლაც მინდა და ამას შევეცდები ბოლომდე, რომ ეს პროცესი დასრულდეს მინიმალური ზიანით პარტიისთვის, პოლიტიკური ურთიერთობების ჭრილში და პარტიის წევრებისთვის ადამიანური ურთიერთობების ჭრილში. მე ისიც ვთხოვე სამდივნოს, რომ ერთად დაგვეგეგმა ჩვენ შემდგომი პროცესი პარტიის შიდა ურთიერთობები, ეროვნულ კომიტეტთან, პარტიის წევრებთან კომუნიკაცია, ასევე საჯარო ურთიერთობები. 4 შაბათის შემდეგ მე უკვე პარასკევს ჰქონდა შეხვედრა პარტიის თავმჯდომარესთან, ქალბატონ ხათუნა სამიძესთან. მასთან ერთად ჩვენ რაღაცები დავგეგმეთ კიდეც, რომ ამ კვირის 2 შაბათს, ანუ არჩევნების მეორე ტურის შემდეგაც და ყველაფრის ამ ამბის შემდეგ უკვე გადაგვედგა ის ნაბიჯები, რაც აუცილებელი იყო პარტიის შიდა პროცესებისთვის და საჯაროდაც. მაგრამ მოხდა ისე, როგორც ხდება ხოლმე, ახლა ამაზე უბრალოდ დროს არ დავკარგავ. ანუ გავცევდა ინფორმაცია და გახდით იძულებული, რომ გამოსულიყავით და გაგეკეთებინათ პარტიის თავმჯდომარესთან კონსულტაციებით და ისივე წინადადებით თუ ჩვენი ერთობლივი გადაწყდა, რომ ისე მე გამეკეთებინა პირველი განცხადება, ასე მოხდა ეს ამბავი. ანუ იცოდა პარტიის თავმჯდომარემ, რომ შაბათს თქვენ გამოხვიდოდით და ამ განცხადებას გააკეთებდით, ბატონო დათო? არა, თუ იცოდა, ჩვენ შაბათს ჰქონდა სწორედ კომუნიკაცია, მას შემდეგ რაც მედია სივრცეში გაჩნდა ეს თემა და თან ძალიან აქტიურად გაჩნდა. მე სწორედ პარტიის თავმჯდომარემ შემატყობინა ამის შესახებ, რომ უკვე მედიაშია, მე მქონდა კომუნიკაცია, რომელზეც მან შემომთავაზა, რომ იქნებ ჯობია თავად შენ გააკეთო
განმარტო ეს ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ დავნიშნებ მე ბრიფინგი შაბათ 5 საათზე. ეხლა მე არ ვიცი ეს დეტალები რამდენად საინტერესოა მაყურებლისთვის, თუმცა ამ პროცესისთვის არა, დეტალები საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მნიშვნელოვანია მართლა პირდაპირ ეთერიდან გაიგო დაუშვათ გუნდმა, რომ მისი ლიდერი, რომელზეც გუში ნინო ჟიჟილაშვილთან მაგალითად პაატა ზაქარიაშვილმა ასეთი რამ თქვა, რომ ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება ყავდეს დავით უსუფაშვილისნაირი ლიდერი, როცა გუნდი თუნდაც წასულიან დარჩენილი ასე გაფასებს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გუნდმა იცის თუ არა, როცა მიდის ლიდერი. მე შემიძლია გითხრათ, რომ გუნდი, ახლა რესპუბლიკური პარტია ყოველთვის გუნდი ვიყავით მთლიანად, მაგრამ თუ ვისაუბრებთ, ასე ვთქვათ, ლიდერთა გუნდზე, 4 შაბათ, გასული კვირის 4 შაბათ საღამოს მდგომარეობით, დაახლოებით 12-15 წარმომადგენელი ამ წინა ხაზის სამდივნო ფრაქციის წევრები ისინი იყვნენ საქმის კურსში ამის თაობაზე. მითხარით რა ეწერა იმ წერილში, ამ წერილში მე კიდევ ერთხელ მხოლოდ იმიტომ მოგახსენებთ ამას, რომ მე ამ პრინციპების დაცვას ვაპირებ ახლაც და ხვალაც და ზეგაც. მე აქ მიმართავდი კოლეგებს, რომ ხანგრძლივი განსჯის შემდეგ დავწმუნდი, რომ შექმნილ ვითარებაში ჩემი მხრიდან ყველაზე ადეკვატური ნაბიჯია პარტიის დატოვება. ბევრჯერ მithქვამს, რომ მე პარტიის დამფუძნებლებთან შიდა პარტიულ ომში არ ჩავერთვებოდი. და შესაბამისად, არც ძალთა თანაფარდობა მაინტერესებს და არც შეერაღებაში არსებული არგუმენტები. პარტიაში კი უკვე ისეთი მდგომარეობაა, რომ ერთი არათუ გადაბრუნებული, არამედ განსხვავებული სიტყვაც კი ასანთის გაკვრის როლს შეასრულებს. შესაბამისად, ჩემი მხრიდან შეუძლებლად და დაუშვებლად ვთვლი რაიმე დისკუსიაში ჩართვას, წარსულის გააზრება შეფასების თუ მომავლის დანახვა დაგეგმვის საკითხებზე, რაზეც ნამდვილად მაქვს განსხვავებული მოსაზრებები. არც ჩემი სუპერ პასიურ როლში გადასვლა გამოსავალი პარტიაში. რადგან მე რომ შევძლო პასიურობა, პარტიაში მძიმე პროცესები მაინც განვითარდება, ხოლო მე თუ პარტიაში ვიქნები, მაშინ ბევრს ექნება იმის მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან მეც ჩავერთვები ამ პროცესში. შესაბამისად, მე ამით იმის თქვა მინდა, რომ პარტიაში დღეს მიმდინარე მოვლენები არის არა შედეგი ჩემი გადაწყვეტილების, არამედ ჩემი გადაწყვეტილება იყო პარტიაში მიმდინარე პროცესების. იმ ვითარებით, რაც პარტიაში თქვენ ასეთი რამ გიწერიათ მაგ წერილში, უკაცრავად ჩაგეჭრებით და შემდეგ განაგზეთ შიდა პარტიული ომი პარტიაში. ანუ თქვენ ქონდა დამფუძნებლებთან ომი? არა, მე სწორედ იმას ვამბობდი, რომ მე არანაირ ასანთის გაკვრის ტოლფასია და უკვე ღია ფრონტი გაიხსნა. ამაში არ ჩავერთვები თქო, იმიტომ რომ მე დამფუძნებლებთან კონკრეტულად დათო ბერძენიშვილთან, რაც მოგახსენეთ, ამ წლების განმავლობაში დათო იყო ჩემი უახლოესი პარტნიორი და პოლიტიკის მასწავლებელი და მე ვისურვებდი, რომ ყველას, ვისაც პოლიტიკურ საქმიანობაში ისკენ მიუწევს გული, ერთ-ერთი ასე ვთქვათ პრაქტიკული სახელმძღვანელო პოლიტიკაში, პრაქტიკული სახელმძღვანელო შესაძლოა იყოს დათო ბერძენიშვილის პოლიტიკური ბიოგრაფია. ამიტომ მე მასთან ურთიერთობით თუ რამე შევძელი წმინდა პოლიტიკაში, ახლა იურისპრუდენციაში შესაძლოა ვახტანგ ხვალაძემ და სხვებმა მეტი ასე ვთქვათ პარტნიორობა და ის გამიწიეს, მაგრამ უშუალოდ პოლიტიკაში მე მასთან თუ რამე ვისწავლე, თუ რამე მაქვს, ეს პირველ რიგში მისგან. ამიტომ მე მასთან ურთიერთობის კომფორტი მქონდა 25 წლის განმავლობაში და ეს იყო უმნიშვნელოვანესი ჩემთვისაც, პარტიისთვისაც, ყველასთვის. ამასთანავე, რესპუბლიკური პარტია ჩემთვის გარდა ემოციური და სხვა, ასე ვთქვათ, სხვა მოტივებისა, ეს იყო და რჩება, ისე როგორც ნებისმიერი პარტია, პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტი. ეს ინსტრუმენტი უნდა იყოს სათანადოდ გამართული, სათანადოდ მომართული, სათანადოდ ალესილი, ანუ ინსტრუმენტია პარტიის პოლიტიკის და ეს ინსტრუმენტი დაჟანგდა რესპუბლიკური პარტია. რაღაცა ტიპის გადატვირთვას საჭიროებდა. ამ გადატვირთვის მიმართულება შეიძლება ყოფილიყო აქეთ, ან იქეთ და ეს უკვე იყო იმ ტიპის კრიტიკული და ძალიან მნიშვნელოვანი თემა და მომენტი, რომელიც გაცდა ჩვეულებრივი მიმდინარე საკითხებზე დისკუსიის ფორმატს. აი რა, ბატონო დათო, მოდით მითხარით, მესმის რომ დეტალები, არა, მესმის რომ დეტალებზე საუბარს არაპირებთ, მაგრამ ანუ სად გადიოდა ამ წინააღმდეგობის ზღვარე? თქვენ ითხოვდით რომ უფრო რბილები ყოფილიყო
ვიყავით თქვენს პოზიციაში და დარჩენილი გუნდი ფიქრობდა რომ უფრო რადიკალური, უფრო რევოლუციური შემართებით და სულისკვეთებით სავსე უნდა ყოფილიყო გუნდი. და სად იყო ეს წინააღმდეგობა? ამ კითხვაზე ყველაზე უკეთესი პასუხი იქნება უახლოეს მომავალში, ხვალ და ზეგ, როდესაც რესპუბლიკური პარტია ჩემს გარეშე, იმ ადამიანების გარეშე, ვინც შესაძლოა ჩათვალოს, რომ ასევე სხვანაირად წარმოუდგენიათ პოლიტიკური საქმიანობის პრიორიტეტები და ასე შემდეგ. ერთი მხრივ რესპუბლიკური პარტია გათავისუფლდება ასეთი ხალხისგან და ჩამოაყალიბებს და გამოკვეთს თავის ხედვას და მიზნებს. მეორე მხრივ მე ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ რესპუბლიკური პარტიიდან მე მივდივარ არა სადმე სხვაგან, არამედ ვრჩები პოლიტიკურ სივრცეში. მე ვრჩები ოპოზიციურ პოლიტიკურ სივრცეში, ვინაიდან ამ წუთის მდგომარეობით ესაა მოცემულობა, შემდეგი 4 წელი 2020 წლის არჩევნებამდე მე ვრჩები ოპოზიციურ პოლიტიკურ სივრცეში, ანუ მეც ვაპირებ აქტიურობას და ძალიან სერიოზულ აქტიურობას, მაგრამ მე ვაპირებ ამ აქტიურობას მას შემდეგ, რაც სათანადოდ მომზადდება გარკვეული ხედვები, მე ვთქვი, რომ უახლოეს თვეებში მექნება შეხვედრა ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ექნება, რათა ერთად ვიმსჯელოთ იმის თაობაზე. თუ სად არის დღეს საქართველო, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო, რა ვითარებაში აღმოჩნდა იგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რა გამოწვევები აქვს მას შიგნით, გარეთ, გრძელვადიან პერსპექტივაში და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი დღე. ახალ გუნდს აკეთებთ, ბატონო დათო, გუნდს, რომელიც მოსუფთავებულ ველზე, ქართულ პოლიტიკურ ველზე იქნება ახალი და ამის ლიდერი იქნებით, იმიტომ რომ აი უყურეთ, ამას წინათ ეროვნულმა ფორუმმა თქვა, მოუწოდებთ ყველას შეიქმნას ახალი ძალა, ჩვენ უარსაც კი ვიტყვითო ჩვენს პარტიაზე, ამ სხვებზეც კი წავალთო. რაღაც ხდება, ანუ სად არის თქო ეს ეშმაკები, სად არის ჩაბუდებული რა დეტალებში თქვენ ახალ პარტიას აკეთებთ, ახალ გუნდს აკეთებთ, უკვე თამაშგარე მდგომარეობაში ვინც დარჩა პარლამენტს მიღმა უпроსწორედ იმ გუნდებისგან? მე პირველ რიგში მინდა გავერკვე სწორია თუ არა ჩემი ანალიზი იმის თაობაზე, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რესურსი, ანუ ადამიანური რესურსი, ან პოლიტიკური ადამიანური რესურსი ჩემი აზრით ათვისებული და გამოყენებულია დაახლოებით 10-15%-ით და მეტი არა. საქართველო პატარა ქვეყანა, მცირერიცხოვანი ერი ვართ, მაგრამ ჩვენი ისტორიული თავისებურებებიდან გამომდინარე თუ ხასიათებიდან გამომდინარე, აი ამ პატარა ერში ჩემი აზრით თუ რაიმეს პოტენციალი გვაქვს სხვადასხვა სფეროებში, ხელოვნების დარგში, მეცნიერების დარგში, ბიზნესის დარგში, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პოტენციალი პოლიტიკის დარგში. იმიტომ რომ ქართველი, საშუალო ქართველი, ერთი ჩვეულებრივი ქართველი, როგორც ვეძახით ხოლმე, ეს არის ამბიციური ადამიანი, ეს არის თავისუფალი ადამიანი, ეს არის ამაყი ადამიანი. მას აქვს ამბიცია, რომ ქვეყანა, სოფელი, ქალაქი, რეგიონი, სოფლიო იყოს მოწყობილი რაღაცა ისე, როგორც მას წარმოუდგენია. ესე იგი პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში გაცილებით მეტ ადამიანს აქვს საქმის კეთების უნარი, ვიდრე ეს ხალხი არის ჩაბმული ამ საქმიანობაში. ამიტომ პირველ რიგში მე მექნება იმის მცდელობა. გავარკვიო, ეს ასე არის თუ არა. ანუ სჭირდება ახალი პოლიტიკური ძალა? პოლიტიკური ძალა სჭირდება. საზოგადოებას თუ არა? პოლიტიკური ძალა აუცილებლად სჭირდება საზოგადოებას. ამას მე მინდა რომ დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ პოლიტიკური სისტემა აი ამ დღევანდელი მდგომარეობით დაიცალა პოლიტიკური პარტიებისგან პრაქტიკულად. ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ, პარლამენტი დაიცალა პოლიტიკისგან. ანუ პარლამენტი გაიხსნება და მე მინდა ახლა უკვე მეორე ტურის შემდეგ ვისარგებლო შემთხვევით და ყველას იმ 150-ვე არჩეულ პარლამენტის წევრს უსურვო წარმატება. უსურვო იმ ყველაფრის გადადება გვერდზე, რაც იყო დღემდე და იმის გააზრება, რომ ხვალიდან ისინი საქართველოს პარლამენტის წევრები არიან და ყველაფერი ჩადონ ამ საქმისთვის და მოახმარონ ამ ქვეყნის კეთილდღეობას და წინსვლას. მაგრამ ამასობაში ისიც ფაქტია, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტიდან გამოვიდა. პარლამენტში პოლიტიკა ჯერჯერობით არსად არ დარჩა, გამოეკიდა ჰაერში, ვაკუუმია. ამიტომ პოლიტიკურ პროცესს სჭირდება წარმართა ეს ერთი, მაგრამ მეორე მხრივ, იმ ქუჩაშიც თუ პარლამენტს გარეთაც თუ გამოვიხედავთ, პოლიტიკური პარტიები ნომინალურად არის 700, არ ვიცი, ბევრი. ბევრმა ჩემმა კოლეგამაც შექმნა, მეჭიაურმაც შექმნა პარტია, ახლა უსუფაშვილი შექმნის პარტია. შეიძლება რაღაცა მასე დაინახოს ეს ამბავი. მე ასე არ ვაპირებ, რომ წავიდე და უსუფაშვილის პარტია შევქმნა. არ არის ეს, ასე ვთქვათ, ჩემი ამოცანა და ჰობი. მე მინდა ვისაუბრო იმ ადამიანებთან, რომლებიც ხედავენ და თვლიან, რომ
ვერც არსებული პარტიებით და ვერც დღეს წინახაზე პოლიტიკის წინახაზე არსებული ადამიანებით ჩემი ჩათვლით წინ ვერ წავალთ. ანუ ახალი პოლიტიკური პარტია, ან ახალი პოლიტიკური გუნდი, ახალი ადამიანებით. ბატონო დათო, იმიტომ რომ ნებისმიერ არის გასაფრთხილებელი, გამოსაყენებელი, არ ვიცი, გამოცდილება ცოდნა, იმიტომ რომ პოლიტიკა არ არის ესე რომ ხელი ავწიე მინდა პოლიტიკოსობა და წამოდგება. მაგრამ ის ენერგია და ის იმ ტიპის პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც შეძლებს საქართველოში გაარღვიოს ეს მანკიერი პრაქტიკა და რა მაქვს ხედულობაში. საქართველოში ცვლილებები ხდება მაშინ, როდესაც ვინმე ბაზალეთის ტბიდან ამოდის. აი ბაზალეთის ტბიდან თუ ამოვიდა ვინმე, მერე შეიძლება რომ გქონდეს იმედი შეიცვალოს. ასე იყო, გამსახურდი ამოვიდა ბაზალეთიდან, ასე იყო, შევარდნაძე ჩამოფრინდა მოსკოვის ბაზალეთიდან, მერე სააკაშვილი ამოვიდა სადღაცა ბაზალეთიდან, მერე ივანიშვილი ამოყვინთა კიდევ ბაზალეთიდან, ურეკიდან და ახლა ვისხდეთ და ველოდოთ ცვლილება როდის იქნება, როცა ვინმე ასეთი ამოყვინთავს და მანამდე ვიყოთ პოლიტიკური პროცესის გარეშე, თუ მართლა დავიჯეროთ ის, რომ ჩვენ ნორმალური ხალხი ვართ. ევროპული მენტალიტეტის ნორმალური ხალხი ვართ. იყო მაგალითად ბაზალეთიდან ამოსული ივანიშვილის, სააკაშვილის ან სხვა ლიდერების გარშემო გაერთიანება პოლიტიკური ან საზოგადოებრივი? უარყოფითი კი არ იყო. ეს იყო ლოგიკური. ეხლა 2003 წელს შევარდნაძეს და აბაშიძეს ვინდა რა შეებრძოლებოდა თუ არა, ვინმე ვარსკვლავ ბიჭუნა სააკაშვილი. მერე სააკაშვილის რეჟიმს ვინდა რა მოერეოდა თუ არა, ვინმე ბიძინა ივანიშვილი. ამ შემართების და ამ რესურსის და ამ ხედვის და ჭრეტის მქონე ადამიანი. ესე იგი რა ხდება, რომ ეხლა ამ ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობით ქართული ოცნების ასე ვთქვათ დღევანდელი ხედვით, რის გამოც მეც და ბევრმა სხვამაც ვერ დავინახეთ ჩვენი ადგილი უკვე იმ სივრცეში, რომლებმაც დაიწყეს სვლა იქეთ ისევ, რომ ეხლა ჩვენ ქვეყანას ავაშენებთ, გზებს გავიყვანთ, ქარხნებს ავაგუგუნებთ, კიდევ ბევრ კაი რამეს გავაკეთებთ, ოღონდ ეს საქმე, ანუ პოლიტიკური სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენიერ დღეს ნორმალურ არჩევნებში პოლიტიკური ძალები შეეჯიბრებიან ერთმანეთს და არა ერთი მხრივ სახელმწიფოსთან შეზრდილი ბიუროკრატიული პოლიტიკური კონგლომერატი ერთი მხრივ და მეორე მხრივ პატარ-პატარა, სიმპათიური, ზოგი ძალიან დამსახურებული, ზოგი ძალიან ასე ვთქვათ, კარგი იდეების და ხედვების მქონე, მაგრამ უსასო და უძალო პოლიტიკური პატარ-პატარა ჯგუფები, რომლებსაც ძალიან მარტივად გაუმკლავდება იმ სახელმწიფოსთან შეზრდილი კონგლომერატი. ესე იგი, მე ვამბობ, რომ მე მგონია, ამ ქვეყანაში არის იმაზე მეტი ხალხი, ვიდრე დღეს აქტიურ პოლიტიკაშია ჩართული, იმისთვის, რომ საქართველოში გაჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთი მხრივ არ იქნება მოწოდებული და მობილიზებული იმისთვის, რომ როგორმე სახელმწიფო ძალაუფლება ან მისი ნაწილი ჩაიგდოს ხელში და ამაზე დააფუძნოს თავისი პოლიტიკური წარმატება ერთი მხრივ. მეორე მხრივ არ იქნება ისე ჩაკეტილი და შემოფარგლული თავისივე მიერ აშენებული ჯებირებით. და ეს ჯებირები შეიძლება იყოს იდეოლოგიური, შეიძლება იყოს ადამიანური საძმო, შეიძლება ეს იყოს, არ ვიცი, ისტორიული ლოზუნგები და ასე შემდეგ, რომლის იქეთაც უკვე წასვლა შეუძლებელია, ანუ გაფართოება. და აქეთ ხალხის შემოსვლა ასევე შეუძლებელია. ეხლა ერთ კითხვაზე უნდა მიპასუხოთ. ანუ დასკვნა დათო უსუფაშვილი შექმნის ახალ პოლიტიკურ ძალას იქნება მისი ლიდერი გააერთიანებს გნებავთ ძველებისგანაც და ახლებს შემოიყვანს პოლიტიკაში. გაჩნდა ორი ვერსია, თუ შეიძლება მე უნდა დაგისვათ ეს კითხვა. პირველი, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა ასეთი რამ, თუ საჭირო გახდება, არ არის გამორიცხული, მე თავადვე ჩაუდგე სათავეში და დავაფინანსო კიდეც შინაარსი ესეთი იყო ახალი ოპოზიციური ძალის შექმნა და ხომ არ არის თქვენი გზა, ხომ არ გადის ისევ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც შეიძლება ამ ეტაპზე არც ჩანს, მაგრამ რეალურად ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა სჭირდება ფინანსებიც, ხომ არ არის ეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული ახალი ოპოზიცია, ან მეორე არის ინფორმაცია, რომ მარგველაშვილის გარშემო არის მცდელობა შეიქმნას ახალი პოლიტიკური გაერთიანება და ხომ არ შეიძლება ერთად ამ შემთხვევაში ფიქრობთ თქვენ და ქვეყნის პრეზიდენტი, რომ შექმნათ ახალი ოპოზიციური გაერთიანება? პირველ რიგში მე არ ვაპირებ შექმნა რამე ჩემს გარშემო, და თუ ეს ასე იქნება, ეს იქნება მორიგი ახალი საძმო
ლიდერის გარშემო გამორიცხულია რანაირად მაშინ თავი ჭირდება ხო ყველაფერს სულის ჩამდგმელი ვინც სულს ჩაბერავს გული ჭირდება და არანაკლებ მნიშვნელოვანია და გულის გარეშე თავი ვერ მუშაობს და ასე შემდეგ მოკლედ მე ისე თქვა მინდა ხედვა იმის თაობაზე რომ ამა თუ იმ ლიდერის ადამიანის გარშემო შევკრიბოთ ვიღაცეები ეს არის არასწორი აი შეკრებილ ვიღაცეებს მე ლიდერი რო დაჭირდება და ლიდერი რო ჭირდება და ვინ შეიძლება იყოს უკეთესი ლიდერი ასე უნდა დავსვათ საკითხი ანუ მე უსუფაშვილმა დავიწყო იმის გასინჯვა ვინ არის ჩემს გვერდში დამდგომი თუ ჩემს უკან დამდგომი მაშინ ვერსადაც ვერ მივალთ მე მინდა ვინ ქმნის მაშინ ვინ არის ამის ორგანიზატორი ხალხი უნდა გაჩნდეს რომელმაც თავისი ლიდერი უნდა გამოავლინოს წინ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ეტაპები 2020 წელი არის პოლიტიკური პარტიისთვის და ხელისუფლების შეცვლის ეტაპი იმიტომ რომ საპარლამენტო არჩევნებით იცვლება ხელისუფლება ერთი წლის თავზე ჩვენ გვაქვს ადგილობრივი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი თემაა პოლიტიკურათაც და ყველა თვალსაზრისით. აქ არის 70-ზე მეტი გამგებელი და მერია საჩვენებელი. ვინც იგებს ადგილობრივ არჩევნებს დიდი პროცენტით იღებს მომავალი არჩევნებისთვის ბერკეტებს კონტროლს. შემდეგ კიდევ ერთი წლის თავზე, დღეიდან 2 წლის შემდეგ არის საპრეზიდენტო არჩევნები. იქ უკვე საპრეზიდენტო ფიგურაა მნიშვნელოვანი. და მისი გუნდი. მერე არის საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც უკვე საპარლამენტო არჩევნებზე პარლამენტისკენ პარტიას უნდა წაუძღვეს ლიდერი, რომელიც პრინციპში პრემიერ-მინისტრად მოიაზრება ხვალდაზე. ახლა მე უსუფაშვილმა თქვა, რომ ხალხო იცით რა, მე 1 წელიწადში მერობის კანდიდატობას ვაპირებ, 2 წელიწადში პრეზიდენტობის კანდიდატობას, 3-4 წელიწადში პრემიერობის კანდიდატობას, და ვინ ხარ მზად რომ დამიდგეთ გვერდში. უკაცრავად ეს არის არასერიოზული ლაპარაკი პოლიტიკურ პროცესზე. ეს ერთი. ახლა მეორე. ბიძინა ივანიშვილს აქვს თუ არა სურვილი რომ ოცნებას შეუქმნას ოპოზიცია თავისივე შექმნილი. მე არ გამოვრიცხავ ამას. და მე პირიქით არათუ გამოვრიცხავ, თითქმის მჯერა, რომ მას ასეთი სურვილი ალბათ აქვს, ოღონდ აქ არ ჩერდება მისი სურვილი. მას ალბათ აქვს სურვილი, რომ აი იმ ოპოზიციას რო შექმნის, იმას კიდე იქით ოპოზიცია შეუქმნას მომავლისთვის, ხო კიდე საჭირო იქნება. და კიდე იმის იქით და კიდე იმის იქით და კიდე იმის იქით. ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან ფართო გაქანება, მან ეს დაამტკიცა თავისი მოქმედებებით, სხვადასხვა სფეროში, თავისი, არ ვიცი, ყველაფრით. ამიტომ მას რომ კონდეს ასეთი განცდა, მას რომ ქონოდა ასეთი პროექტები, თუნდაც ამ არჩევნებში, რომ რაღაცა სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშეებით გარკვეული საჭადრაკო დაფაზე წარმოედგინა მისი პარტიის გათამაშება, მე ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ერთი რამე არის ძალიან კაფიო და ნათელი, რომ მე ბიძინა ივანიშვილის გეგმის მიხედვით პოლიტიკური ცხოვრება რომ დამენახა ჩემს წინ, მაშინ ამას რაღაცა ცოტა უფრო მარტივი ფორმით მოვახერხებდი და ანუ დათანხმდებოდით მისგან წამოსულ შეთავაზებას გამხდარიყავით პარლამენტის თავმჯდომარე. კი ბატონო, არ ვიზამდი ამ ამბებს და არ ვარ არც ადამიანურად, არც პოლიტიკურად მაზოხისტი, რომ ესე იგი ასეთი რაღაცა ჩახლართული ამბებით მევლო და ახლა მივიდე იქ, რომ ივანიშვილის მიერ შექმნილი ოპოზიცია გავხდა. მარგველაშვილის რაც შეეხება. მარგველაშვილი არის ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის უმთავრესი ძალა და მისი წონა და მისი როლი და ფუნქცია სახელმწიფო სისტემაში არის მისი პოლიტიკური ნეიტრალობა. მე ისე უნდა ვიყო, ესე იგი, ამ ქვეყნის დამაქცევარი, ანუ არასწორად მოაზროვნე, რომ ახლა მე მარგველაშვილს ველაპარაკო იმაზე, რომ მოდი პოლიტიკური პარტია შევქმნათ და შენ ამ წამაში ჩაები და მაგრამ ის ამას ვერ გაექცევა, თუ რაიმე ამბიცია აქვს მეორედ კენჭისყრისა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. ვერც იმას შეძლებს ვერანაირი მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომ რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერით მოახერხოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. გარდა ამისა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე არის 2 წელი. 2 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. მე არ ვიცი, მე გიორგი მარგველაშვილი თვითონ რა პოლიტიკურ მომავალს დაინახავს თავისთვის, იმ არჩევნებისთვის თუ მანამდე თუ მას შემდეგ, ეს მე ჯერ არ ვიცი. მაგრამ თქვენ არ ხართ დღეს მასთან ერთად. მე მასთან არ ვისაუბრე. მე მასთან ამ თემაზე არ მქონია არანაირი საუბარი. მე მასთან მექნება სიამოვნებით საუბარი ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მომავალზე, იმიტომ რომ პოლიტიკური სისტემის მომავალში არის როგორც პოლიტიკური სუბიექტები და მოთამაშეები, პოლიტიკური პარტიები, რომელთა განვითარება, რომელთა ხელშეწყობა არის სახელმწიფოებრივი ამოცანა. ეს არ არის ვიღაცა უსუფაშვილების და სხვა ჩემნაირების ამბიციები, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ სადმე წინა ხაზზე, და ამიტომ ახლა როგორ გავაკეთოთ საარჩევნო სისტემა. საარჩევნო სისტემა და პოლიტიკური სისტემა ეს არის სახელმწიფოს შემადგენელი.
ვინ არიან ის პოლიტიკური გუნდები, ის ძალები, რომელთანაც თქვენ გექნებათ ეს კონსულტაციები, აი რამოდენიმე თქვენ დაასახელეთ, რომ თქვენ გჭირდება ჯერ დალაპარაკება, გაანალიზება, დასკვნის გაკეთება და შემდეგ გადაწყვეტილება. ვინ არიან ისინი? ყოფილი პარტნიორები კოალიციაში, მაგალითად ალასანიამ თქვა, რომ ის დროებით მიდის რაღაც ასეთი ფორმულირება გააკეთა. ერთადერთი რაც მე ზუსტად აპირებთ ალასანიასთან, მის დარჩენილ გუნდთან, აპირებთ ფორუმთან, აპირებთ მაგალითად ნაციონალურ მოძრაობასთან დალაპარაკებას ან სხვა პოლიტიკურ ძალებთან. პირველი ის რაც ზუსტად შემიძლია გითხრათ ამ წუთში არის ის რომ მე მექნება საუბარი ყველა ჩემს რესპუბლიკელ თანამებრძოლთან ვინც ჩათვლის დარჩენილებთან? მაგას ვამბობ, მოკლედ ვინც გადაწყვეტს რომ სურს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება და ჩვენ ერთად შეგვიძლია ამ საქმეში ვიყოთ, მე პირველ რიგში მექნება ყველასთან საუბარი ვისაც რატომღა გექნებათ მაშინ საუბარი? აი ლევან ბერძენიშვილი ამბობს რომ უსუფაშვილმა ვერ აგვიხსნაო, რატო წავიდაო და ანუ ცოტა გაუგებარი ხო არ ხდება მაშინ? მე ახლა ინტელექტში ბატონ ლევანს ვერ გავეჯიბრები ალბათ. მე ვერ ავხსენი, რა თქმა უნდა, თორე ბატონ ლევანის გაუგებარი არაფერი რჩება ამ ქვეყნად და კიდე სხვა ქვეყნებშიც, წარსულში. მე საუბრობ რესპუბლიკელებზე, რომლებიც გადაწყვეტენ იმას, რომ ახალ პოლიტიკურ გუნდში, ახალ პოლიტიკურ პროექტში მიიღონ მონაწილეობა. იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში მე რაოდენობებზე და იმაზე არ მინდა საუბარი, მაგრამ ბევრმა ვინც გადაწყვიტა პარტიის დატოვება ამ წუთის მდგომარეობით, მათ აქვთ სურვილი, რომ ჩვენ ერთად ვისაუბროთ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. მე იმას გეუბნებით, რომ პირველ რიგში ვისაც მე საუბრები და გავესაუბრები და ეს ჩემი ვალდებულებაც არის რესპუბლიკური პარტიიდან მოყოლებული, იქნება ეს ხალხი. მეორე, ამ თემაზე აი თქვენ ვეგთავაზობთ საუბარს ხალბატონო ინგა. სიამოვნებით. ესე იგი ამ ეთერს გარეთ შეიძლება ჩვენ დავსვდეთ, დავლიოთ ჩაი და ვისაუბროთ ამ თემებზე. იმიტომ რომ პოლიტიკა ეს არის, რა თქმა უნდა, თქვენ მაგალითად ეხლა შემიძლია პირდაპირ ეთერში გითხრათ რომ ამის სიურპრიზიც აღარ ერქვა ემოციურად ძალიან მძიმე იყო პირადად ჩემთვის როგორც ერთი მოქალაქისთვის ზედი განცხადებების მოსმენა როცა ლიდერები არჩევნებიდან მოყოლებული აკეთებდნენ განცხადებებს რომ აი მე მივდივარ პოლიტიკიდან მე დროებით მივდივარ წავედი პარტიიდან არა კი არ წავედი გადავედი და ასე შემდეგ და თქვენი განცხადება ჩემთვის ემოციურად იყო მძიმე მოსასმენი იმიტომ რომ არიან ამ ქვეყანაში პოლიტიკური ლიდერები, ვისაც მე უფრო მძიმე ტვირთს ვაკისრებ, როგორც ერთი მოქალაქე და როგორც ჟურნალისტი, ვიდრე შეიძლება სხვებს და თქვენ იყავით ის, ვისგანაც ცოტა უსიამოვნო სიურპრიზად მომეჩვენა. მეგონა რომ თქვენც მიდიოდით პოლიტიკიდან. ეხლა ძალიან კარგი თუ ამბობთ, რომ არ მიდიხართ და აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით აპირებთ. მე როგორც კი ამ თემაზე საჯაროდ თქვი რამე, ანუ გასულ შაბათს მე ვთქვი რომ რესპუბლიკური პარტიიდან მივდივარ რჩები ოპოზიციურ პოლიტიკურ სივრცეში. ხო და ამან დაგვამშვიდა თქო. არ მივდივარ არანაირ საჯარო სახელმწიფო თანამდებობაზე, არ არის ეს ჩემი სურვილი და ამოცანა, არ მივდივარ არანაირ სხვა სფეროში და რატომ? კიდევ ვიმეორებ ამას, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გასაკეთებელი საქმე, მაგრამ არის ამ გასაკეთებელ საქმეთა შორის სახელმწიფოებრივად ნომერი პირველი საქმე. ეს არის პოლიტიკური სისტემის ფორმირება და ჩვენ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში, რომ 2016 წლის ნოემბრისთვის ჩვენ ხედავთ პოლიტიკურ სისტემაში ძალიან სერიოზულ პრობლემას. ეს იქნება გასაკეთებელი და საკეთებელი საქმე იმ ადამიანების მხრიდან, იმ ადამიანების მიერ, ვინც ამას ხედავს და ვინც ასე ამით იწუხს. მე ვამბობ რომ ვხედავ ამ საქმეში რაღაცა გამიკეთებია და თავს ერთ-ერთ მწოდნეთ და მაქვს სურვილი ყველას ვისაც ეს აწუხებს ვისაუბროთ იმაზე როგორ უნდა ვინ არიან მითხარი და რეკლამას ვაცხადებ ნაციონალური მოძრაობა განიხილება ვისაც დაელაპარაკები კოლექტიურად მე პარტიებს არავის არ ველაპარაკები ადამიანებს ყველას დაველაპარაკები ვისაც ამის სურვილი აქვს კარგით მოდით რეკლამას გამოვაცხადებ რეკლამის შემდეგ უკვე მინდა არაპირებთ მესმის პარტიულ თემებზე ლაპარაკს მაგრამ ერთი კითხვა ისევ პარტიას დაუკავშირდება რესპუბლიკური პარტია უკვე თინა ხიდაშელმაც დატოვა
დატოვა ვახტანგ ხმალაძემ, ტოვებს ნოდა რებანოიძე, დატოვა ფრიდონ საყვარელიძემ, დატოვა პაატა ზაქარიაშვილმა, აღმოჩნდა რომ მას კიდევ უფრო ადრე დაუტოვებია, დატოვა ბატონმა ნიკო ნერგაძემ, მოკლედ პარტია დატოვა ყველა თითქმის მნიშვნელოვანმა სახემ და ლიდერმა, ვისგანაც შედგებოდა გუნდი. თუმცა მაგალითად ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ის მოკვდება რესპუბლიკელად. დაუბრუნდებით რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში თინა ხიდაშელის შემთხვევაში მე მეუხერხულება ყველაზე მეტად მეუხერხულება ხოლმე როცა ოჯახის წევრის სტატუსით უნდა მივიღო ჩემი დასმული შეკითხვიდან გამომდინარე პასუხი, მაგრამ მაინც გავბედავ და გეტყვით. ეს გადაწყვეტილება თინა ხიდაშელმა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მიიღო ასევე ღირებულებითი აცდენის გამო, თუ ბრძოლის და პრინციპების აცდენის გამო და ხედვების სხვა ლიდერებთან, თუ იმიტომ რომ ასე გადაწყვიტა მისმა მეუღლემ. დაუბრუნდებით რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში. პოლიეთილენის წყლის ავზები ნოვასაგან. ავზები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა.